ბოლოს არ იგველოდება თარასაც დღეს ერთად ნახავ თარას დროს დაგვავიწყდება ყველა ვიცი დღეს რაც ხდება ბოლოს არ იგველოდება თარასაც დღეს ერთად ნახავ თარას დროს დაგვავიწყდება მეოთხეში ეს 12 წელი უსერ გავიდა ბოლოს არ ირეკება ხოდარი სიტყვა მინდა ერთი რამე უსწელია ჩვენთან ყველანაირად გივი არის ახლა კიდე გივი იყო თავიდან დავიზარდე წავიკითხეთ მონი რაღაცინები გრამატიკა ისტორია რაღაც უნდა კითხვები მაინც ამ ბოლო დროს რაღაც მაწუხებები ფიქრები ეროვნულ ფონდში აბარებ უკეთესად იყო ყველა ვიცი დღეს რაც ხდება ბოლოს არ იგველოდება და რასაც დღეს ერთად ნახავ თარას დროს დაგვავიწყდება ყველა ვიცი დღეს რაც ხდება ბოლოს არ იგველოდება და რასაც დღეს ერთად ნახავ თარას დროს დაგვავიწყდება Legenda Bicho, როგორც გიგვიყვეთ სახის ისე წარმოგიდგენთ ჩვენი კლასი. სისხლი რაღაც ბავშვები და გოსოლები გაის. დავდივით. მოგეთ რა სცენაზე მოვიხოთ ძალიან მაგარი ხალხი კიდევ ერთი მაგარი ამოდისმენდები. ეს სამოდ ადამიანს, რომელსაც უცნაური სიცილის გამო სამუდამო პატიმრობა ემუქრება. მასზე ამბობენ უცხო პლანეტიდან არისო. თუ მას თვალებში ჩახედავთ აზიურმა და საყვარელმა გამოხედავ არ მოგატყუებთ. ის იმდენად კომუნიკაბელურია, რომ ჩემს უცნობ ნაბესალებსაც კი იცნობს. მისი საყვარელი ფერია შავი, შავი და შავი. დესვინე ჟიშკარიანი. სალამ შემდეგ ადამიანს გამოაცხადე გოგონება ნომერი ჩაიწერეთ. ფოტოშოპის რა? მოლექსი 54-30. გოგონების გულთამყრობელი. ხო გაგიგია ყველაფერი ამაზე მოვაპირებელიაო. დანაშტურებული ინფორმაციით მისი სიმპათიურობის ხორბლით მერლინ მონოსკი გამტარა. ცხოვრებულმა უარი ვერ აიტანა და გოლი გაუჩნდა. მოკლედ ის მოდის და ფხილად იღავი. მივესალმოთ იგოს სულხია. Yeah. Gone on you with the pick and roll. Younger flame getting sicko mode. შემდეგი არანაკლებ სიმპათიური პიროვნებაა. დასანიანია რომ მისი ცისფერი თვალები მე-11 კლასამდე არ გვინახავს. მისი საყვარელი გაკვეთილი პირველი გაკვეთილია, რომელსაც ან ნახევრად ესწრება, ან საერთოდ არა. დირექტორი ეუბნება მეტი პასუხისმგებლობა და სერიოზულობა. ისიც პასუხობს, რომ მორშაბათიდან დაიწყებს. მას ასე ადამიანი ვარცხნილობა და მისტერ მზერა ნიკოლო ზამბალია. ადამიანი რომელსაც წარმოუდგენელი კომპიუტერული ტექნოლოგიური შესაძლებლობები აქვს. ამას ვთხოვეთ და ნოკიაზე ვინდოუსი გადაგვიღენა. ადამიანი რომელიც გაგვეთილზე ტელეფონის და ბლუზ ყურდასმენის გამო უკადრებელს იკადრებს. მივესალმოთ ლუკა ტროფიმოვს. ლუკაზე ვერ გავჩერდები და იქვე მეზობლად ადამიანი, რომელიც კლასში პოპულარული გახდა ფრაზით რა. მის უცნაური იუმორს არაერთხელ ხმამაღლა გაუცინებია მსმენელი. მისი გვარის სწორად წარმოქმნის ალბათობა სულ რაღაც 3%-ია და მე ძალიან დიდ ხანს მომდის სწავლას. მაშა ასე, მათე ქრთმაია! შემდეგ ადამიანს დაწყებით კლასებში საკუთარი მერხის გამო ლიტრობით სრული აქვს დაღლილი.
პირველი მართვის მოძრაობა კლასში. ათობით მაკატავებს სურველი და იმდენივე უბრალოდ გასტუმრებული. ადამიანი, რომელსაც არასდროს ეზარებია ფულის აგროვება და შემდეგ მსგავსი სიტყვები. ბავშვო ფული. აუ რა გახდა? 5 კაცი დარჩა. მაშასე აჯარელი ფანსფერა. მარიამ კეჟელაძე. შემდეგი ადამიანი პირდაპირ მნიშვნელობით ვარსკვლავებს ეთამაშება. ნებისმიერ ბიჭზე რომ კითხვა გიპასუხებს არ ვარგა დაბალია, მას არ აშინებს არც ერთი გაკვეთილი და მუდამ ზადა აფერზე წამოუდგეს ფიზიკას, ქიმიას და კიდევ 8 სხვას. თუ დაჭირდებათ 1-2 ლარითაც დაგეხმარებათ. ის ნიკოლოზობას დაიბადა, მაგრამ თამარი დაარქვეს. მიესალმეთ თამარ ბანჩულიძე! კლასის სახე, რომლის ზიერისაც არაერთხელ მიდის ვარსკვლავში შეშურდებოდა. მასზე ამბობენ საყვარელიაო, მაგრამ ჩემი აზრით მათ ამ სიტყვის მნიშვნელობა სრულიად არ იციან. მისი ცნობა სიარულის ბანერითაც მარტივად შეიძლება და მოკლედ რასის უპირატესობა აქვს, რომ სხვაში არაფერი აგერებათ. მადლობა მეხუთმეტე საჯარო სკოლას მისი შუქებისთვის. მაშასე, პახოთ და ყველაფერს ამბობს, ვიესალმოთ, გუგაგუგიშვილის. შემდეგი ადამიანი მრავალი ნიჭითა და უცნაურობებითაა დაჯილდოვებული. ის გამოც მან მალევე მოიპოვა სიმპათია ჩვენს და უნარიანთა და ჩვენს სკოლაში. მისი ქარიზმისა და შრომისმოყვარეობის შედეგია ის, რომ ჩვენგან პირველი იყო ევროპაში და აკაცებულმა გვითხრა, აი აქეთ აუცილებლად უნდა წავიდეთ. ადამიანი, რომელიც მოტანილი მარილიანი ჩხერებითაც ბევრჯერ დაუნაყრებულდა. ადამიანი ტკბილეული და ადამიანი პოზიტივი. მივესალმოთ მარიამ გოგიშვილი. ადამიანის ხილვა კლასში იშვიათი მოვლენა და წარმოუდგენელი ბედნიერება. თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე მომნატრებია ხოლმე. საბრძოლო ხელოვნების ოსტატი, ვინ მოხლის რამდენჯერ და რისი ჩემპიონი. მაიკ ტაისონმა თქვა ეგვიპტი ცოტა შავი რომ იყოს ჩემს ახალგაზრდობას გახსენებსო. მაშასე მივესალმოთ, აგაგი, გიზუსტი, ბასაია! მრავალი წარმატებების მქონე. ასე ამბობს, რომ მინდა თურქეთამდე მიუსულა და 4 წუთში უკან დაბრუნდებიო. რაც არ უნდა იყოს სპორტული ინვენტარი შეუძლიათ, ასევე თავდაცვისთვისაც გამოიყენოს. მაშასე ის გამოსურავს ზღვას. მივესალმოთ ომეხ კაბედას! შემდეგ ორ ადამიანს ერთად მივესალმებით. მათი დაჟინებული მოთხოვნიდან გამომდინარე. მიუხედავად განსხვავებული გემოვნებისა, გარეგნობისა და აღნაგობისა, ისინი ძალიან კარგად უგებენ ერთმანეთს. სკოლაშიც ყოველთვის შეთანხმებულად დადიან, ან ორივე, ან არც ერთი. კლასის ბრწყილი და ჭიაჭველო, მოგონთ რომელია თქვენ გაარჩიეთ. ირენა კაკულია და ანარა ურიდია. დიალოგში შეიძლება გაიგებ ასეთ ფრაზებს. ის თაზე რომელი დაავადო, ვაიმე რა გოიმია. შილაკზე ფული მაგდარა და რომელს მივწერო. ერთი 12 წელია ჩვენთანა, ხოლო მეორე წავიდა და შემდეგ რეპატრიაცია განიცადა. მადლობა ატაკიხობრების ანტერვინისთვის. მივესალმოთ მარიამ ლომიას და ქრისტინა გაგერიას.
ნებისმიერი წელს გავიცანით. მდუღარი და საინტერესო პიროვნება. მივესალმოთ, ვლადიმერ ბრესნიაკოვი. ჩვენი საკლასოთა და კარგად ჩასტარდებულის ქუჩა, ჩვენი სამეზობლო და შემდეგი გამოსვლისთვის ეს ყველაფერი საუკეთესო სანახაობაა. მას არც ერთი მოქმედება არ გამოეყარება ამ ტერიტორიაზე, ვინაიდან სულ ფანჯარაში იცქილება. ვინც იციქეთ თეთრაზე ამხედრებულ პრინცს ელოდება, მაგრამ როგორც ვახსენე ვინც ის. მივესალმოთ, რიზი მესს! რაღაც განსაკუთრებული სიყვარულია, იმიტომ რომ შემდეგი ადამიანმა აქ მოსვლამდე არაერთი სკოლა გამოიცვალა და აქ მოსვლის შემდეგ შეუყვარდა აქაურობა ძალიან. თანაც ისე რომ ყოველდღე აქ მოსასვლელად 10 კილომეტრს გადის. უნიჭიერესი, უორიგინალურესი და კიდევ ძალიან ბევრი მივესალმოთ ჩვენი სკოლის თვალს, მარიდა თვალს! შემდეგი ადამიანისგან არავის ერთი ზედმეტი სიტყვა არ ახსოვს. ზოგს შეიძლება ზედმეტი კი არა უბრალოდ სიტყვაც არ ახსოვდეს. მოკლედ გარეგულად შვიდია, მაგრამ გულში რა აქვს კაცი შურმა არ იცის, თან ზოდიაქოს იმდროინი ლომია და სანამ ის მშვიდად არის შევეგებოთ. თქვენს წინაშეა ლიზი ღვანია! შემდეგი ადამიანი საჯარო დროს და საჯარო ადგილას სულ ჩვენთან არის. იცის სად და როგორ თქვას. ბავშვობაში ყველა საყვარელი გვახსოვს, მაგრამ ის ნათელი მაგალითია იმის, რომ ნამდვილად გავიზარდეთ. თუ ვიფიქრეთ, რომ მას გამეორება ემუქრება, უბრალოდ დაესწრეთ ნაპოლეონ ბონაპარტე. აქ ამ მშვიდობა და რამე თუ მოხდა, მასში ვანდა მიიღვიძებს და მხოლოდ ერთ რამეს ამბობს. სათვალები დამიჯდეთ და გამიშვით. მაშასე, ლუკა გლაშილავა! შემდეგი ადამიანი აგერ მეზობელი სკოლიდან გადმოვიდა და სულ გაჭირებია ყურადღების მიქცევა. პლასტიკურმა ქირურგმა უთხრა ყველაფერს ეშველება ჟიგარო აცვილი გადავა. ის მაიად მეჯურას დადესავია, მაგრამ კისტრება რომ დღეს თუ დირექტორის დადესავია, არაფერი არ გამოდის. მაგრამ ჩვენის მაინც ერთი გიყვას როგორიც არის. მასში არის 3 მგელი, აქედან 2 დაბადებია და 1 მეოთხე სკოლელი. მაშასე, მივესალმოთ, ერთ-ერთი დაბადებული კლასში, სამრატი მოიჯავა! შემდეგი მიროვნება ერთ-ერთია განმეორებელია. აფეთულზე ხშირი ძილის გინესის რეკორდების სიაშია შეტანილი. მაგრამ სანამ ჩვენ სკოლაში მოვიდა და ემინემს ეს გაკაცებოდა. მისი საყვარელი ფრაზაა სამი სიტყვა მითხარი და გავრეყავ. ის დირექტორის ნათესავია, მაგრამ არაოდ. მაშასე, ატომით მასწავლებლის ღამის კოშმარი. რელი წარსულის და ნათელი ლოვის პიროვნება ნიკოლოზ ცეწულა! ადამიანი აკაცრევა, იკაცრევა. მისი ნახვა მეწყვილედ ყველგან შეგიძლიათ. სცენაზე წამყვანად თუ კულისებში სხვების დამხმარეთ. კლასში დაბასთან თუ ტელევიზორში ეკრანს მიღმა. მოკლედ, მთელი წელია ჩანთი დადის. ყველას პატიოსანი გონიათ, მაგრამ თქვენ ბევრი რამ არის. ის იმდენად პოპულარულია, რომ მასთან ფოტო 5 ლარი გვის. 5 ნახევარი. მაშასე, ორიგინალური, ნიჭიერი, წარმატებული და უბრალოდ კარგი ადამიანი. მანსანგანის სკოლასასკოლო ლიგის ორგზის ჩემპიონი და ქართული ლიგის ვიცე-ჩემპიონი.
ადამიანი რომელმაც 9 წელი ჩვენ ერთად გაიზიარა ფათერაკებით და სიხარულით სავსე სასკოლო ცხოვრება. გამოგზავნა და ხელჩაკიდებლობა ამაყად გვატარა. მისი თუ რამე საინტერესო ხდება იცოდეთ რომ მისი იდეაა პოზიტივი ცუდთან დახვება, ენერგია არასდროს ელევა და რაც თავარია ჩვენზე ზრუნვას არასდროს წვეთს. მაშინაც კი როდესაც სამასწავლებლოს შეხვდებიან მსგავსი სიტყვებით, ვაიმე თეო, ვერ გავაჩერებდე შენები. მოგლებ მიოსალოთ, თქვენ წინაშეა ჩვენი კლასის საყრდენი, ჩვენი დამრიგებელი თეანა თეზელაშვილი. ჩემო ძვირფასებო, მაშასე ჩვენ ვიწყებთ. ასე რომ თქვენ წინაშეა ყველაზე ენერგიული, ყველაზე ქარიზმატული, ყველაზე ნიჭიერი, საოცარი, მშვენიერი, უსაყვარლესი კლასი ლეგენდა. ეს მომენტი წელის, სასახად გავიდა, უნებუნია ცისესწრაფად. ახლა ჩვენ ველოდებით, ბოლოს უნდა იცინეს, მაგას სულის ისტორში ნახავ. პირველი კლასიდან ჩანთები, წიგნები, ყველაფერი გადაწერილი. მერხები, სკამები, დაფები, წარწერი, კატეტები, სხვადასხვა სიცილი. პატიეთ მას ხებონდა ბრაზებით მე, ულებით კლასიკოს უსვათებით მაშინ იყო თამაში და გართობარდეს პერანზე ლამაზიკოს ვაწებით ყველ რომელი მოსკენის დრო არ არის სტრილეკავს დირექტორის არ არის მორ ჩამგონი ყველაფერი მზად არის მაგრამ კლასში არავინ არ არის Sitting Zarena, Kenzero Katkubevis, Boni Male უნდა გამოჩნდეს. Ბოლო დღეა სკოლაში და ბოლომდე გავერთოთ, არ უნდა გავშერდეთ საერთოდ. პირველი კლასიდან ჩანთები, წიგნები, ვინმეროთაც არ გიმერია. ვიბინოთ, ვიფკუნოთ, ხმამაღლა ვიღვიროთ, რადგან ქვევით გივის კაბინეტია. პატიეთ მას ხებონდა ბრაზებით მე, ულებით კლასიკოს უსვათებით მაშინ იყო თამაში და გართობარდეს პერანზე ლამაზიკოს ვაწებით მე, რომელი მოსკენის დრო არ არის სტრილეკავს დირექტორის არ არის მორ ჩამგონი ყველაფერი მზად არის მაგრამ კლასში არავინ არ არის Reality go up with me. Yeah, I fell off, it was like I was driving on E. Woke up straight, speak up, say what you say. Real in my face on the bar with snakes. Watch them fade for my way, wake up. Lost drugs, need the snacks. Blew my load on his back. I'm a sucker for the life. I'm caught up in the rise. Catch me up in the nets. Off the drink, do the shit. Beat the slap on his head. I'm a legend in this shit.
ხალხის მობრძანებისთვის. დღეს ჩვენ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი მომენტია. ირეკება ზარი, რომელიც დღეს საბოლოოდ დასრულებს ჩვენი ცხოვრების ერთ დაუვიწყარ თავგადასავალს. საოცარს, მრავალფეროვანსა და დაუვიწყარს. ეს არის პერიოდი, რომელიც ყველა ჩვენგანის გულში ჩაუმხელ ლამპარად გიზგიზებს. მუდამ ანთია და სამუდამოდ მკვიდრდება იქ, რასაც ჩვენი ბავშვობა ჰქვია. არ ვიცი რამდენად კარგად შევძლებ ემოციების გადმოცემას, მაგრამ გვერდწმუნდ, ჩვენ გვიყვარს ეს სკოლა. იქ სკოლა, სადაც გადავდგით სტოდიის პირველი ნაბიჯები და სადაც ვისწავლეთ ერთმანეთის პატივისცემა, ერთგულება, სიყვარული, პატრიოტიზმი, ჭეშმარიტი მეგობრობა, როგორც პასუხისმგებლობა, შრომა, როგორც აუცილებელი აქსიომა მიზნის მისაღწევად და ვფიქრობ, ვიპოვეთ საკუთარი ადგილი ამ მრავალფეროვან სამყაროში. ამისთვის კი დიდი მადლობა თქვენი, ჩვენო მასწავლებლებო. უერთდები მარიტას სიტყვებს და მადლობას მოგახსენებთ იმ ღვაწლისთვის, იმ შინაგანი სიმაღლისთვის, რასაც მასწავლებლობა ქვია. მალე გაფრინდა 12 წელი. და ალბათ ყველა ჩვენგანი თვალებს ზოგს ჩუმად, ზოგს მაულა, ზოგს კი გაბედულად, აუცილებლად სამი მოადგება. არა დამდრომდე ყოველთვის მინდოდა, რომ მალე გასულიყო წლები. მინდოდა ბოლოზე დამდგარიყო, მაგრამ ახლა ხვდები, რომ რაღაც ძალიან დიდი დამაგდება ის, რაც ჩემი ცხოვრების ნაწილი იყო. ახლა კი დასასრული საწყისთან ერთდროულად გვახსენდება გადალახული სიძნელეები, კურიოზები, ექსკურსიები, მიღწეული წარმატებებით გალამაზებული დღეები, მასწავლებლების შეგონება და დარიგებანი, საინტერესო გაკვეთილები და დაუვიწყარი ღონისძიებები და ვინ მოსთulis რამდენი ფრაგმენტი ცოცხლდება ჩვენს თვალწინ. სალამარაკო, მართლაც რომ ბევრია. როცა დამრიგებელთან ერთად ბოლოზარის სცენაზე დავიწყეთ მუშაობა, გადავწყვიტეთ ჩვენს მიერ მოფიქრებულ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული მასწავლებლები დავასახელოთ და დიდი პატივისცემით გადავცეთ მადლობის სიგელი ერთად გატარებული წლების სამახსოვროდ. პირველი ნომინაცია და პირველი სიგელის გადაეცემა ადამიანს, რომელიც ყოველთვის პირველია. პიროვნებას, რომლის სანდომიან თვალებში ჩვენი შეშინებული და ამავდროულად გახარებული სახეები თავიდანვე სიყვარულით აღიბეჭდა. მას ედემა რა დიდი განცდით, გაურკვეველი შიშით და გზავნით მომდიოდი სკოლისკენ. სიხარულით მომაბიჯედი დედასთან ერთად ხელჩაკიდებული. მაგრამ როცა მან პირველ კლასში დამტოვა, შიში შემეპარა, თურმე როგორ ხდებოდი. შიშს და დაც რა უნდოდა ჩემთან. როცა ასეთი მსრუნველი და თბილი მასწავლებელი ხდებოდა. მას ასე ნომინაცია ცოდნის საწყისი. ჯილდოვდება ჩვენი ბავშვობის პირველი მეგზური, პირველი მასწავლებელი, ბელა საბიაშვილი. წლების მანძილზე ჩვენს გვერდით იდგნენ, გვასწავლიდნენ, მოზღვრავდნენ. ვცდილობდნენ ჩვენი სასკოლო ცხოვრება მრავალფეროვანი გაეხადათ, ამიტომაც ამ დაუღალავი შრომისთვის, მოთმინებისთვის, ჩვენთან გატარებული დღეების, საინტერესო გაკვეთილების, სიმშვიდისა და სიკეთის გამოჩენისთვის, ყველა ჩვენგანის თანადგომისთვის ჯილდოვდებიან. ხელოვნების მასწავლებელი მაია ცხადაია, მუსიკის მასწავლებელი ირმა ჯიჯეიშვილი, ინგლისური ენის მასწავლებელი ეკა ბაკალათია, ქიმიის მასწავლებელი დოდო ცომაია, ინგლისური ენის მასწავლებელი თამუნა ახალაია, მსოფლიო კულტურის მასწავლებელი ზია გვერედაძე, გეოგრაფიის მასწავლებელი ხათუნა მადარაია, ბუნების მასწავლებელი ციური ცირამოა, ისტორიის მასწავლებელი ირინა ხურცულავა, რუსულის მასწავლებელი რუსიკო ბესელია, მუსიკის მასწავლებელი მარტინ გამბარაშვილი. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა მათ. დიახ, სალაპარაკო მართლაც ძალიან ბევრია. გავართ აქ თქვენს თვალწინ და მე-12 გაზაფხულზე ერთად ჭიკჭიკებენ თქვენს დამდგარი ჩიტები მრავალწლიან სიმღერას. ლამაზია ეს ბოლო გაფრენაც. ალბათ ჩემს ამოსმაც თვალი მოგთხრათ. ლურჯი ეს ჩემი სკოლის ტრადიცია და საამაყუხელია. ხოლო თეთრი უმციკლო, გულწრფელი ურთიერთობა, ცოდნის სვეტად ჩამოსხმული. ეს კილები კი ამ ცოდნის საყდარში ნასწავლი პატრიოტიზმია. სამშობლოს სიყვარულით აკინძური გაკვეთილია. ქართველობა, რაც სამუდამო ხაზად გაგვყვება ამ ბუნიდან გაფრენებს. დიახ, ეს ჩვენ ვართ. თეონა მასწავლებლის ლეგენდარული კლასი.
ერთად ხომ იცეკვებთ შესრულება. ან როგორ შეიძლება არ გადგებათ გვერდით, ან არ გიყვარდეთ ესენი. გზაოცარი გულის ადამიანები არიან, ან როგორი სიყვარული იციან, ან როგორი გვერდით დგომა იციან. ერთად მოვდივართ რამდენი წელია და ამ სიყვარულს ნელ-ნელა ერთმანეთს უწილადებენ. ასეთი სიყვარული იციან და თუ როგორი მიშო მინდა მოვიხმო სცენაზე და გამიგრძელოს სიტყვა. მოკლედ ეს ადამიანი პირველივე კლასიდან ზედ მოგევლინა ჩვენ კლასელებს. მას შემდეგ წლებია გვართობს და გვასწავლის სიყვარულს. ბევრჯერ გითხოვთ თეონამას მის არსებობამ გაალავაზა თქვენი ცხოვრება და გაგაერთიანათ. გეთანხმებით, ეს ნამდვილად ასეა. ასე იყო და ასე არის. ვინ ამ ხულოვანი აპლოდისმენტებით მივესალმოთ ჩვენი კლასის ნაწილს, ყველაზე ერთგულ და ყველაზე მაგარ ადამიანს, საბა ფუტურისტს. მოგესალმებით, ჩემო მასწავლებლებ და ჩემო კლასელებ. მინდა გითხრათ, რომ ძალიან მომენაτε. მართალია ადრე დავტოვე ჩემი მშობლიური სკოლა, მაგრამ არასდროს არ შემიწყვეტია ფიქრი ბოროზდარზე და ამ დავიწყარ თუთებზე. ახლა კი ნება მომენტში ამ ლექსით მოგეფეროთ. მოდის საქართველო ავაყი, ზედი წმენის სისადღერა, ჩაგივიდეს ხეს, თავრივი თეთრი ნათელი, წრფელი მასწავლებელი, წინამძღვრობს ეს წენდება დილა საიადონო, ბოლო ეხება ლოდით, გუდი მოიხადეთ ბატონო ჩემო მასწავლებელი, მოდის! ახლა კი ნომინაცია ნომერი 2. ალბათ ხშირად შეგინიშნავთ ეს მასწავლებელი ტელეფონში უხმოდ მოსიარულე, უამრავი წიგნითა და ლეპტოპით ხელში. არც პატარა დინამიკი და გავიწყდეთ იას ნამისფერი. თუ კი ვერსიები გექნებოდ, გთხოვთ თავი არ შეიკავოთ. ბევრი საუბარი არ უყვარს, თუმცა ისეთი მსმენელია უკეთეს რომ ვერ ინატრებთ. ხშირად გაიგონებთ მისგან ფრაზას, ბოლოს რა წაიკითხე, ან და მიყვარს ეგ ფრაზა.
მისი ფერი მწვანეა. მრავალმხრივ განვითარებული და ერუდირებული საინტერესო მოლაპარაკეა და თუ გაგიკვირდება თუ ერთნაირად გესაუბრებათ მუსიკოსებსაც და პოლიტიკოსებსაც. სიტყვის წარმოშობასა და მათ უცნაურ მნიშვნელობებზე. რჩევია ჩაძინებული ბავშვებისთვის თავზე ხელის გადასმა და არასოდეს არ გვიშლის ფანჯრიდან გახედვის. ალბათ მივხვდით ვიზეთ საუბრობ. მივხვდით? ვინ არის? მაშასე ნომინაცია ქალი არაორდინალურობა. ჯილდოება ყველაზე მომთმენი. მოსიყვარულე. 7 თავშესაფრების სავსე მასწავლებელი. მამე განდავა. იცით რა მოხდება, როდესაც ყავბაც კალიუსა ლითონშეურებ. არ იცით? არც მე არ უშვებს. მაგრამ მანას იცის. ამას გარდა ის თუ როგორ ჩააბაროს მართვის მოწვევის გამოსდა. ისი გამართილი ყოველთვის პირველი გვაქვს და ამიტომ ილიდა ბიჭებს ზედი არადამიანის ბედები შედენა როგორიც არის ყავბადის გახდეჩა, არ ვიცი დააჟანგვა, მაგრამ შედეგ ანგერა. ნელა დავასვიეთ მითი რომლის თანახმად ქიმია ჩინურია. ჩინური ეხლა რომ შემოვა ისის გეტყობა. რომელი კომბინაცია მოლეკულების დედოფალი. ჯილდოდება ქალბატონი, რომელიც ქიმიური ელემენტების ნახევარს პირადად იცნობს. არაშოულებრივი, ორიგინალური, მენდელეევის ქალი ვარიანტი მაია კუცია. დიდი ბოდიშის მოხდით, ეს მასწავლებელი ყველაზე მეტად ბიჭების სიყვარულით სარგებლობს. კი არ მინდოდა ამის თქმა, მაგრამ როგორც ბიჭები ამბობენ, ჯიგარი ქალია. ისი მომწრე არ არის, ყველაფრის თვითმხილველია. ჩვენი პატარაობის კარტატეხის გიჟური ასაკის, დამპროული სკამების უკონტროლო ბრიანცელის. ყველა ჩვენგანს უთამაშია მასთან შაში, თუმცა ყველას როდი მოუგია. შიგადაში გიცის თქმა, მე სულ სპორტის მასწავლებელი კი არ ვიყავი. ამიტომ ჩვენი გაძლევისთვის, სიცივის შეფარებისთვის, გუნდების ამავალისთვის, საგებული თამაშების თვლის შენახვისთვის, ნომინაცია მოძრაობის მოტივატორი, ჯილდოდება ნინო სილოგავა. მერწმუნეთ მას ვერ დაივიწყებთ, გამორიცხულია, მუდამ მოწოდების სიმაღლეზეა, ხანდახან აგვიანებს, წასვლითაც ხშირად ეჩქარება. ისეთი დაკავებულია 10 ქალის საქმეს ერთად აკეთებს. აკეთებს იმას, რაც წარმოუდგენელია. მისგან ხშირად მოისმენთ ფრაზას, ტაქსმა დამიგვიანა, კოლეჯში ვარ წასასვლელი. ან კარგი ნამცხვარი სადმიყიდო იაფად ხომ არის. ხედველობიდან არასდროს გამოგრჩებათ მისი დიდი ლურჯი ცნობის მოყარე თვალები. ზღვისფერი გვაქვს თვალები და თავად გავხარ ზღვასო ხომ იცით? ისიც ნამდვილად გავს ზღვას, მის გაკვეთილზე რას არ მოისმენთ. სავსეა და მსუპე ყველანაირი ინფორმაციით, გარიგებებითა და იუმორით. დედამისის მიზიდულობის კანონითა და ზარის დარაგვისთანავე ქვედა მეზობლის ცხელცხალი ამბებით. ყველაფერი იცის, ყველაფერზე საუბრობს და ყველაფერს კი პასუხებს. პრეზენტაცია სანამ დაიწყებს, დამერწმუნეთ მანამდე ისის შიგნით რა გიწერია და რა უნდა დაგიწეროთ ისიც. რაც მთავარია, გიждდება სუდოკოს თამაშზე და თუ მისი გახარება გინდათ, აუცილებლად წითელი კალამი უნდა აჩუქოთ. ვინ არის მივხვდით? მაშასე ქალი რომლის სერვის პარტნიორების გარეთ ჩვენი კლასის ბიჭებში სერიოზული განვითარება. მასწავლებელი რომლის კეთილგული სამთავის საფეხურებაა გავარდნილი. უშენი ენერგიისა და დადებითი მუხტის მატარებელი. ქალბატონი ლია ალანია ჯილდოდება ნომინაციით ქალი ენერგოეფექტური. საქართველოში იშვიათია ადამიანი, რომელმაც იმდენივე ძველ ქართული სიტყვა იცის, ამდენიც მან. ეს ქალბატონი მიუხედავად იმისა, თუ როგორ ხასიათზეა, ყოველთვის გვიღიმის. ხშირად არ გვესმის, როგორ კომპლიმენტებს გვეუბნება ხოლმე, თუმცა ვიცით, რომ კარგს ნიშნავს. მხოლოდ ეს იძახის ბიჭებს ვაჟებს, ხოლო გოგონებს ასულებს. მისი შინაგანი სამყარო ბევრისთვის ამოუცნობია, თუმცა თუ გაუგებთ დიალოგში უსასრულოდ აყვებით. მაშასე გამოვიტანებ მისივე სიტყვებს და მოგახსენებთ, ჯილდოდება უკეთილესი, მზიანი, უფრილესი და უეფრილესი, სიტყვის საგანძულის პრობელი ირმა დოუმაძე, ნომინაციით ქალი მჩერმეტელი.
საცავში მოფუსკუსე ქალბატონს, სალინა კოჩიევს. ჩვენი ჯანმრთელობის სალაროზე მდგარ ექიმს დანაშა საველევას. ჩვენი სკოლის უსაფრთხოებაზე მზრუნვალ მანდატურებს თეა გუდავიძე კაკულიასა და ქრისტინე თოლორდავას. ასევე ბატონ შოთას, რომლის მიერ დაწერილი ოდბები არასდროს დაგვავიწყდება. სუფთა გარემოზე მზრუნვალ ციცობებას ქალბატონ თეასა და ქალბატონ ნატალის. განა შეიძლება მოგია რომ არსებობს, ის ხომ ერთადერთია და მხოლოდ ჩვენი სკოლის სახეა. ასევე ჩვენი სკოლის ყურადღებიან დარაჯებს ბატონ მერას, ბატონ ოთარსა და ბატონ ზურაბს. ჩვენ სასკოლო ცხოვრებას ყოველთვის ავსებდა და ალამაზებდა თავისი ინტელექტითა და ერუდიციით. ინგლისური ენის მასწავლებელი ნათია ვარანია და სპორტის მასწავლებელი თამარ ბახტაძე. ჩვენი შვილი ყოველთვის გვახსოვს და არასდროს დაგვავიწყდება. მადლობა მათ სიცოცხლისთვის, იმ საინტერესო და ხალასი გაკვეთილებისთვის, რომელიც მათივე ადამიანობით ცხოვრებისეულ გაკვეთილად გვექცა. გთხოვთ, წუთიერი დომილით პატივი მივაღოთ მათ სახელებს. მადლობთ. სკოლის მოგრით. ვიცით რომ სკოლაში ძალიან ბევრი საინტერესო რამე ხდება, ამიტომ ნახოთ ერთი დღე სკოლაში
გავშვიდი ბავშვი აგვიანებს შენი შნა რა გწდება პირველი რა გაკვეთილი საქართველოს ისტორია აურა გვეშველება ჯვაროსნული ლაშობების სტალინის რეპრესიები მალე თავი გასკდება ნებიულობს მთელი ერისკვირი საქმასწავლებელი ქვაში ლავა რა ხდება ვაი საწოდალებო ამ წოდით რას აპირებთ თქვენსად უნდა ჩააბაროთ ამსად უნდა წახვიდეთ არ ვიცი რა უნდა თავზე მძარა რა თავზე უნდა ცოდვა არ მიგიღება რაც იქნენენება რაც აგანაგავჩები საიძები რა ვიცი სულუხია ადექი კითხვაზე მიპასუხე ეგვიპტეში რომელ წლებში აღზარდება ლუკებს 1996 საქართველო ცოტაც გავუძლოთ 15 წუთი ზარია სწავლა და განათლება ეს ხო ჩვენი ვალია ეს არია ბოლო ხმაზე ჩართული შემდეგი რა იქნება გაგვეთილი ქართული აბგდ ჩვენი ცისფერხანწელები გადახსირებული ჯაყოდით დოსტატის მარცხენა ლემონჯავა გვიპასუხე ჩვენი ვერხის დაოსანი ნეტავი ვინ დაწერა აკაურია ის თვითონ ვინ დაწერა დედაი არ ვიცი აკაურია ვინ არის დედაინის ავტორი ილია ჭავჭავაძე აკაკი წერეთელი და მე გავიგეთ პოეტებში მეფე თურმე სულ სხვა ვიღაცა არის ბავშვებო რა ხმაურია უკან ვიღაც რომ ზუზუნებს ადგეს მეცე ვინ არის მე ნელსონ მონდელა გაგვეთილი ვინ იცის აბა ლექსი მოყვება ძოწონავა ადექი და თქვი რაც გემახსოვრება ნეტავ ვიცოდე როდემდე უნდა ხელავდე როდემდე უნდა ვიწოდე შენ სიხავარუში ხელამდე შველა ისევ შენ გეხოთ ელექსებს გიწევდი ჩემ მეუსვერთ მო ვერ გადავეხოცე შენ ზერას ხინილს შერევს აბა ბოლო კითხვაზე ვის ეკრება პასუხი იცოდეთ რომ ეს პასუხი წლიურში 1000 სუდრის აბა ბიჭო მთელი წლის განმავლობაში რომ არ მოგიწია ახლა დაზბერდი რა სარგებლობა მოაქვს მამალს ჩინჩ საქართველო მოვდივართ ქართულსაც გადავორჩით უი მაგიდა გახდა მუკრი მოდი ჩაქუჩით მოვდივართ დასრულდა გრამატიკა ამის მერე რა არის გონი მათემატიკა დაიწყო ჩემი ტვინი დაშლილია მარტი მამრავლებად ჩქირში დახოთ ვინ ამოვა ამოვიდა წოწონავა დავიწყოთ გამრავლება ალო 200 თეთრი რამდენია? 1 დია თუ გამაგდოი? შენ გენაცალე საქართველოს არ გამოვადგონიას ეს საერთოდ არაფერი აბა ვინმე მიპასუხეთ რამე ფორმულა თუ გახსოვთ ამ ფორმულის სახელი პლუს მინუს mc კვადრატ f ფუძე ნებათაღაურის უსასრულობისა და შაცმავილი ამცირებლობისაგან გაგვეთილ ტელეფონს ნუ თამაშობ კლასიდან ახბას მაინც დაუწიეთ ან გადითოთ ახიდან გვაში ლავა მაბრაზე დირექტორთან მოხვდები ახლა თავს ნუ მაწოდებ რა დააშავე ხომ ხდები ისეთი არაფერი არ დამჩვენია მონგოლია და კიდევ ვაშალე იმიტომ რომ მე ვარ დედა საქართველო გვაში მოვდივარ ვაკითხო დირექტორს ანდესთან გჭირდება ამ ერთელას გვიჭიროს მოვდივართ დირექტორს
დოქტორთან ოთახში კივი არ დაუძახოთ ახლა კივი გოა მოდაში ჩვენ ვართ კივი ჩვენ ვართ კივი სამშობლოა შემოსულა არა კაცო დაიკარგება ხოლმე რა ასედან დაგვარად გავიდა დრო სკოლაში დანელელა ჩამოვერდით გამოსავლის ბოლნაში მე კიდე ახლა ვხდები ეს მამა ორო მოვიდა რანაირად დაგვილოცა ეს პატარა კლასია საქართველოს ცურებათა მარშია ახლა თქვენ წინაშე წარდგება ადამიანი, რომელიც მხოლოდ ერთი წელია ჩვენთან არის. მასაც დაუგროვდა რა თქმა უნდა სათქმელი. მოდი მივესალმოთ ვლად პრესნიაკოვს. მე ვარ ვლადიმერ პრესნიაკოვ, მაგრამ ყველანი ძახის ვლადს. უხლა მივიჩვია ჩემი ახალსახელს. მინდა დამამათ თქვა, რომ მოხიბლური ვარ თქვენი გვეხნით. გეთხვით, რომ ეს მშვენიერი საქართველო ჩემთვისაც ძალიან ძვირფასო გახსნა. მადლობა ყველა მასწავლებელს, ჩემი დამრიგებელი ციონა მასწავლებელს. გეცვით თქვენს წინაშე. ბიზნეს. უღრმესი მადლობა ჩვენ სკოლის დირექტორს ბატონ გივით და ბატონ ელონას. მადლობა ჩვენი კლასელებს, სიტყვოსა და სიყვარულისთვის. არასდროს დამოვიწყდება თქვენთან გათხრებული დრო. მიხვარხართ. იცით, ეს 12 წელი რაღაც ძალიან ჩქარა გაიარა. ხეს სკოლას ამთავრებ და გზა უნდა გავაგზავნო დამოუკიდებლად. სკოლაში ვისწავლე წერა, კითხვა, ამხანაგობა. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ უნდა ყველაფერი დავივიწყოთ. რა თქმა უნდა, ძალიან წუხს რომ სკოლას ამთავრებთ და რადგან აქ ჩემი მეორე სახლი იყო, თეორია მასწავლებელი ფაქტობრივად ჩვენი კლასის დედაა. არასდროს დავივიწყდება ჩემი თეორია მასწავლებლის გაკვეთილები და ეს იგივე ეხება სხვა მასწავლებლებსაც. შანსი რომ მქონდეს, უკვე გავლილი გზას, თავიდანვე გავლიდი, რადგან ეს 12 წელი დღეს ვთავრდება და უკვე ყველაფერი გაემთრევა. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველა მასწავლებელს, ვინც დღეს მოვიდა, ყველა ხალხს, ყველას. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან დიდი მადლობა.
ზოგჯერ მოგეიდებათ ამ ადამიანს მასწავლებელი დაუძახოთ იმდენად უშუალო და მეგობრული. გაკვეთილზე რომ შემოდის ბავშვები უცებ ჩუმდებიან, ოღონდ ინტერესისგან. მისი საფირმო ფრაზა რა ვახართ, რა შვებით. ან მეორე უფრო მაგარი. ჰე, აბა მივიწყოთ კომპლექსური. ნებისმიერ მოსწავლეს რომ გკითხოთ, გიპასუხებთ რომ ეს მასწავლებელი უყვარს. მართლა არ ვაზვიოთ. ყველა საკითხის განხილვა შეიძლება მასთან. გლობალური დათბობით დაწყებული მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკის დასრულებული. ხშირად დადის გასასწორებელი სამუშაო რვეულებით. სიამაყი დაავნიშნავ რომ მისი საყვარელი ფეხბურთელია მესი. დარწმუნებული ვარ უკვე გამოიცანით მისი ვინაობა, მაგრამ მაინც დავამატებ. მისი სიმბოლური მახასიათებელია ლაზერი, გიტარა და ღვინიჭიქა. უყვარს ანაწილეებში მონაწილეობის მიღება. ოღონდ მოგებულს დავალებებით იბარებს, ამიტომ გარისკვას არ გირჩევთ. ყველაფერს მოგიყვებათ რაც იცის. ზოგჯერ ისეთებიც იცის, რაც თავად იმ ქვეყნის მოქალაქეებმაც არ იციან. ნომინაცია კაცი მსოფლიოს მოქალაქე. ჯილდოება ყველასთვის საყვარელი. ყველა დროის თანამედროვე. უნივერსალური კივილის სკოლა და მსოფლიოს უიშვიათესი დედაქალაქების სახელების მცოდნე, დედამიწის ყველა დროის სარკოში მცხოვრები მასწავლებელი აგაგი ხომერინგი. ამერიკამ თუ არა ჩვენ გაძლევთ მწვანებარებს. რამდენი პირობა, რამდენი ბოდიში, რამდენი აუმა შემდეგ გაკვეთილზე მოგიტანთ. ვინც ის კიდევ რამდენი აქვს მონასმენი. ხშირად იმუქრება სამიანებით, თუმცა გული არც ერთხელ არ უშვებს და პატიობს. უნდა აღინიშნოს, რომ მის მიერ ორგანიზებულმა უკაცრავად უნდა გადავშალოს. მის მიერ ორგანიზებულმა პროექტებმა ბოლო წელს სერიოზული ტექნოლოგიური განვითარება მოუტანა სკოლას. Smart DAFA და 3D პრინტერი გვაქვს. წარმოიდგინეთ, ამას უწოდა დარვინმა ევოლუცია. ხშირად დაინახავთ სკოლაში ადამიანის ორგანოებით მოვაჭრეს არა, მაგრამ მოსიარულეს. თუ რამე გტკივათ, მაშინვე დაგისვამთ დიაგნოზს. მოკლედ ნომინაცია ქალი ბალანსი. ჯილდოდება მასწავლებელი, რომელსაც მწვანე ფერი შემოაქვს ჩვენს ყოველდღიურ სასკოლო ცხოვრებაში. ქალი, რომელსაც არაერთხელ მოხსნია თავის თავსხმაწვენისგან თავისი ლურჯათი ბავშვები. ქალი მუდმივად ჯანსაღი ცხოვრების მოწოდებელი და მხარდაგებელი. ლელა სილაგავა. ხანია ჩვენი სკოლის მასწავლებელია, მაგრამ ყველას ისეთი შეგრძნება გვაქვს, თითქოს წლები ავიწყო. სულ კარგი ხასიათია, ისე გვაჩვენებს თავს თითქოს არასდროს გვეჭუღება და ხო, ყოველთვის ჩვენი ტოლია. ნებისმიერ რამეზე შეძლებთ მასთან საუბარს. ისე რომ სასარგებლო რჩევასაც მიიღებს და არც არასდროს იგრძნობს თავს ცუდად. აქტიური ცხოვრების მოყვარულია. უყვარს ექსპერიმენტები და ჩვენს ბავშვებს პოტენციურ ყველა თავგადასავალს გვთავაზობს. საზღვარგარეთ დიდხანს მაცხოვრებელს თარჯიმნობაც არ უჭირს. ბევრჯერ გაუწევია ჩვენთვის დახმარება. აი ხომ იცით ბაბუებმა რომ იციან მოყოლა 1972 წელია და ვართ მოსკოვში. აი ზუსტად ამ სიხშირით გაიგებთ მისგან დაუჯერებელ ამბებს. ყველაფერზე თანახმა, ყველაფერში ხარსაგიბა, თავარია ჰუმანურები იყოთ. შეეფერება კიდეც მისაგანს, არა? ყველა ჩვენგანისთვის ახალ მეგობარს, უამრავი მწვავე დისკუსიის შემქმნელს, პრაქტიკულობისა და სიგიჟის განსახიერებას, მოქალაქეობრივი მასული მშენებლობის შთამაგონებას. ნანაბი გვაქვს ვაჟილდოვებ ნომინაციით ქალი ალტრუისტი. უნივერსიტეტის მეგობრები წარმოიდგინეთ, რომ ჩვენი სკოლის ბიჭები ჩაიჭდნენ. მე ბავშვობაში გამიცივდა ყურ და ჩავეკრიბე. კარგი, იყოს.
ისე ქალბატონო კაპიტანო ამ დილაუთენია ვაჭიში რა არის ხაშია? რა იყო ბიჭო შენ დილაობით სკოლაში არ დადიოდი? მინდოდა დილაობით სკოლაში. სამაგერად მე უსმენდი მაია ჭოჭოას და ვერავინ ვერ მატყუებს ფულთან დაკავშირებით საერთოდ. ბიჭო ის კი არა იქიდან ვატყუებო ეს ტასის მივეცი და აკავებია. შანსი არა ძმა. გეუბნები. აბა სიჩუმე ახალი ჯარისკაცები დაგორმატებიან და თქვენთან იქნებიან. შემაუშვი. სალამი, როგორ ხარ ბიჭებო, სალამი. ვა, მიშო შენ ჩეიჭერი? არა რა ჩავიჭერი კაცო. მე ყოის როგორი პატრიოტი ვარ, ჩემიდები. ყოის ესუთი მირეკავი. ალო, და ვანია, და слушай, და, ვანია, და, всё მეტო. და. საბა რაკენი ეროვნულებზე ჩაიჭერი შენც? ჩავიჭერი რა, ხა ხელა 11 კლასს ვიყავდი მათემატიკაში, მაგრამ რა წუდა ვიღაც ეს ეთქვა რა ვიცი. ყველაფერი კარგი, მაგრამ ეს წოწუნავა რატოზის? კაპიტანი ყოლი აქა ბიძიათას გამიგოუტაკი. ყველგან ვიღაცა გინდა. მიულე, ისე შენ რომელი გაკვეთილი მოგწოდა ყველაზე მეტად? მე სკოლაში რა ვიცი, ბიოლოგია. ბიჭო, ბიოლოგიას არასდროს არ სწავლე და მოგწოდა. არა, მაგრამ საინტერესო რაღაცები იხადა იქ წიგში, ვეღარ რაღაცები. კარგი. ისე მათი შეხლას რატო არ იგი? ისე რამე გამოცდილება თუ გაქვს, იერარქი თუ გჭერია საერთოდ ხელში. კაცო, შუაში მშვიდისას ვაკეთებდი, მე ტროფის თავში ვაჭვარდი და ვისროდი. კარგი, მაგრამ ხდებოდა მერე მიზანს. რავი, ხანტი. არა. კარგი, არა უშვებს. დასვიზავთ. რა სვლებია, კაცო, რა ხდება? არაფერი ბიჭები ცოტა სერჟანტი გაგვიბრაზა და რა ხდება, კაცო? ხო და ჩართული. რა ხდება, რა სვლები იყო? ჩვენ კიდე დაველაპარაკებ ძმა. რა უნდა და აბა კაცო, რა უნდა? კლიენტს ვერ შევაგნობია რომ მე ნიკოლა ზამბალია ფორმას არ ჩავიცი. თუ რამე გინდა მოდი აგერ ვარ კალოკასთან. დავშვიდი კაცო, დავშვიდი, არ გინდა. აბა სიჩუმე, რამდენს ლაპარაკობ, თავის სკოლაში ხომ არ გონიათ? რა ის სკოლაში ქალბატონო ბატონო კაპიტანო, ამდენი სკოლაში ბოლოს როდის ვიყავით საერთოდ? ქალბატონო კაპიტანო, თუმებს არ მოგცემთ? სანდბაქ ბიჭო, თქვენთვის მოსაცემი ყოფიან. წავიდეთ უქნები. 1, 2, ბატონო გააგზავნე. 3, 4, 17. ვაი, რაგეშველება, ეს დაწოდავი. აბა, მარჯვნისაკენ. სარდის. აი, დავანებით თავ. ახალი ჯარისკაცი დაგომატება. შემაუშვით. ვინ არის, აბა? სადა? სალამი ბიჭებს, უფლები გვიჭერს! სალამი დესი. დესი ჩაიჭერი შენ გამოსტებში რა გინდა? არა ტო ჯოკერში წავადი. აი რას ფიქრობ? რაია თქვენ აქ ფორმები რო ჩაგიწვა. არა კაცო რა ფორმები. დესი, ხო იცი სულ შენ იმედი მქონდა და ახალს უნდა გადამარჩინო რა ამ ერთხელ რა. გეხვეწები, გაგვიშვი რა აქედან. მე ჯარში რა მინდა? კიდე დესი ბიჭო, კიდე მე, კიდე. ხო, ამ ერთხელ დავეხმარე დესი და მორჩა, ამ ერთხელ გვიშველი რაღაც დაიღება. გამარჯობა ქალბატონო კაპიტანო, იარაღი შეიძლება ავიღო? არა, რა თქმა უნდა. მომეცია. არა რა წავა! გავიდა დროზე! დესი მადლობა, ძალიან დიდი მადლობა. კიდე მე რა, კიდე მე თუ ესენი ვიცი გაკეთებული. გავიხსენებთ იქნები 90. ტერმინატორი 2. ყველა
ულამაზეს. ზამთარში გნებავთ თუ გაზაფხულზე სულ შესანიშნავად გამოიყურებ. ვიტყოდი რომ ყველაზე ტკბილი მასწავლებელია. როგორც პირდაპირ, ისე არაპირდაპირი გაგება. საუბარი ხომ ტკბილი აქვს. ჯიბეებით სულ ტკბილეულით აქვს სავსე. ისე გულუხვად გვაჯილდოვებს ბავშვებს ან კამფეტებით, როგორც საკონტროლოი. ხომ მგონია რომ მორჩა ეს სემესტრი დამთავრდა, აღარ იქნება მეტი საკონტროლო. არა ბატონო, კიდევ აქვს სადღაც გადანახული. კარგი იუმორი აქვს. ერთი პრობლემა ის არის, რომ უცხო ენაზეა და არ გვესმის. ხოდა ყველაზე გემრიელი გაკვეთილებისთვის, ყველა ჰუმანური მოპყრობისთვის, უინტერნეტობის დროს Google Translate-ის მაგირობის გაწევისთვის და უსაზრო მოთმინებისთვის ნომინაცია ქალი ტკბილად მოუბარი ჯილდოვდება ელენა კარანაძე. აპლოდისმენტები. ამდენი ტკბილეულის შემდეგ რაღაცა ყავას დავლებდი ისე მარიტა, შენ არ დავლებდი ყავას? როგორ არა? ყავა კარგი იქნებოდა. ცივი ყავა. Espresso una lecora suari mesami erci qava mome Espresso una leco chiago Espresso una lecora suari mesami erci qava mome Espresso una leco კარგი ძალიან დიდი მადლობა ვარცელებ. ამ ქალბატონის კაბინეტში ისეთივე დაცვის სისტემა მოქმედებს, როგორც პენტაგონში. თუმცა მისი მასთან მისვლა სულაც არ არის ასეთი ძნელი. პროექტია? რამე გამოგდის? მიაკაკუნეთ რკინის კარზე. ოღონდ ფრთხილად იმ ოთახში, რასაც უყურავთ, ყველაფერი მოგებული გრანტებითაა გაკეთებული. საინტერესოა, რომ ეს ადამიანი მართლაც გავს მის გვარში ნახსენებ ფრინველს მზედ. მართალია სკოლაში ინტერნეტი ნელია, თუმცა ამასწავლებლის ტემპს ვერ აფერხებს. ზუსტად 5 წუთში მოახერხებს მთელი ფლორისა და ფაუნის, ქალაქისა თუ მისი შემოგარენის, საქართველოსა თუ მსოფლიო პოლიტიკის ამბების გაცნობას. პროექტი გაქვს დასაწერი. ზუსტად 20 წუთში გაგამზადებინებთ. მგონი ნათელია ვიზეც არის საუბარი. მას ასე მრავალმხრივ განვითარებული 1000 გვარი ისტორიის მონაწილე, თამაქის ფურსლებისა და კრეატიული იდეების მომწოდებელი, ჩვენი სკოლის დამსახურებული მასწავლებელი მარინა მიმინოშვილი ჯილდოვდება ნომინაციით ქალი ნოვატორი. აპლოდისმენტები მეგობრებო. ამ ადამიანს არც ერთი სასწავლო დღე არ გაუმოხსენია. ვიმეორებ, არც ერთი. ყველა ამის მოწმეა. ყველა საკონტროლო შეიძლება გაცდეს, მაგრამ მისი არასდროს. ერთადერთი შემთხვევა იყო და მისი მომსწრეთ ჩვენ ვინდიანი კლასი ვიყავით. თითქოს მკაცრი მზერა აქვს, მაგრამ აბა აღიარეთ. რამდენ თქვენ გასხვდებათ ხელისქნევით დერეფანში. უბადლო და ორიგინალური ჩაცმის სტილით ყოველდღე ხალისი შემოაქვს ჩვენი სკოლის დერეფანში და სიახლე ჩვენი კლასის კედლებში. რა სტილით არ ყოფილა მოსული? თუ ტკბრის მე-19 საუკუნის მწიგნობრის თუ უპრეთანამედროვე მასწავლებლის. ხუმრობა უყვართ, რამდენი ძგნებოთ, თუმცა ზედმეტი არ მოგიმიდეთ, თორემ გავფრთხილეთ, მის სარკასტულ პასუხს ვერ გადაურჩებით. სტუდენტობაში ჯოკერს თამაშობდიო უთქვამს. თუ ისევ ვერ მიხვდით ვისია საუბარი, დავქნათ. სინუსებსა თუ კოსინუსებში ის ყოველთვის გადაგიჯაგრობთ. მას ასე ნომინაცია ქალი ირეალური. ჯილდოვდება ჩვენი უსაყვარლესი, უმათემატიკესი, თავსადეხებისა და ამოცანების მოყვარული, თუმცა ხაზვას ვერ იტანს. ჩვენი მორალის წყებსი და საქვეყნო გადასამალი საქართველოს ფურსლების მფარველი მაია ჯოჯუა. ახლა კი გვინდა სიტყვა გადავცეთ ჩვენი კლასის მშობლებს. მშობლებო, გთხოვთ. მოგესალმებით ყველას. მშობლების სახელი.
მინდა ყველას უდიდესი მადლობა გადაგიხადოთ ამ ულამაზეს და საინტერესო 12 წლისთვის სიყვარულისთვის მეგობრობისთვის ურთიერთ თანამშრომლობისთვის თანადგომისთვის ჩვენი შვილების აკადემიური და პიროვნული ზრდისთვის კიდევ ბევრი თაობა გაგეცილებინოთ ასე ლამაზად და სიყვარულით ვისარგებლებ შემთხვევით და მივმოცავ კიდევ ერთხელ ჩვენს კურსდამთავრებულებს დღევანდელ დღეს ჯერა მიზნები გაცილებით მეტი გაქვთ ვიდრე ოცნებები და ჩვენს მშობლებებს დაეგვეამაყოს მუდამ თქვენი წარმატებით მადლობა დიდი გადავინაცვლებთ 30 წლის მომავალში რაღაც მუსიკა იქნება ახლა და ნახოთ რა მოხდება, რაღაც სხვა იქნება. სად ვართ? ვიმოგზაუროთ მომავალში, მოდი. 1 2 და 3. ეგ არის. მომავალში ვართ უკვე? კი, მომავალში ვართ, ნიკო. 30 წლის მომავალში ვართ. ანუ ახლა 30 წლის მერე მე გამოვდივარ. მოდი დაგეხმარებიან ეგ თითებზე. აუ დაუბერდი მე. აი არა უშავს, მომე მიკროფონი. კარგი, ირენა. მაინტერესებს ირენა რას ხედავს 30 წლის შემდეგ მომავალში. მე გივის ხედავ. მოტეხილია ცოტა. რას მეუბნები კაცო? კიდე რას ხედავ? და მოიცა ლიასაც ხედავ. ზუსტად ისეთია არ შეცვლილა. კარგია, კარგი.
კარგი, აბა. ნიკო რას ხედავს ერთი ნიკო? ნიკო გითხარი აბა რას ხედავ? მე ვხედავ აგარაკს. კიდევ მანქანას ვხედავ. შენია? ბიჭო, ხედავ და ხა რა ვიცი ვისი. ხო, პრინციპში რა მნიშვნელობა აქვს? ისია. კარგი. მაინტერესებს მარი რას ხედავს ერთი გოგიშვილი. მარი, აბა, გითხარი. მე სცენაზე ვდგავარ, მომღერალი ვარ. მომღერალი, რა ჟღერი ხარ კი მარა? მაცეკა ხო? აბა, გვანახე. მე თბილისის უბნებში. აი, ხოჭი. აი, მადლობა. კარგი. კარგი, აბა, დესი რას ხედავს? ერთ დესი მაინტერესებს რას ხედავს? მე თეთრ ხალათს ხედავ. ოიცა, ხონში ხარ? არა, კაცო, ექიმი ვარ. ხონში? არა, აი, თავარი რო მაგის ექიმი ვარ. თავარი გულია და გულის ექიმი ხარ აბა. აი, ხო, სტომატოლოგი ვარ. უი, შენ რა გითხარი? კარგი. გუგა რას ხედავს? ერთი გუგუშვილი, აბა? აქ არის გუგა საერთოდ. კი, აქ ვარ. აბა რას ხედავ? მე ფიდიდისთან ვარ ფარტიზე. ფიდიდისთან? ხო, ფიდიდისთან. ისე მაია ჭოჭოა რომ მეუბნებოდა ფოცო ვერ გაცდებიო. აგერ წალენჯი ხაფე შევიგზე ვარ გამოჭიმული. კარგია, კაცო, კარგი. კარგი, ყველაფერი კარგი, მაგრამ ლემონჯოვას ვერ ხედავ, ლემონჯოვასადაა, კაცო. აქ ვარ, აქ. ო, გაგისტა გული 1000 რაღაცა ვიფიქრე, უცე ბიჭო, ვინახარში. შენ რას ხედავ ერთი მითხარი? მე ვხედავ მისტერ პოტი ვარ 2055. შენ სულ გქონდა მაგის პერსპექტივა. კარგი. აბა, თვითონ სიმღერები ყველა მოამზადეთ, რო გითხარით, ერთად მოვიდოთ ხო სიმღერები? მე მოვამზადე, მიშა და ვიმღერებ მასწავლებლებზე, რომლებსაც უწევდა ჩვენს კლასში შემოგვიყვება. კი ბატონო. ხდება დამომია საფრებს მიყვება ლაში ლავა გაკიშთა ამად თავში უმამსო ყველას დამას ლემონჯავა თვიანი წვირით წოწონავა არ გადაყვირის შევედი თავი მგონია დღეში საგიჩეში წამოთეო დავიაროთ შემოვიაროთ და შესკლაში არ შევიაროთ, არ გვინდა, არ გვინდა შესკლაში. კარგი, აბა, მოდი ახლა მე ვიმღერებ ფიზიკაზე ვიმღერებ. ვიმღერო, ხო? ქუჩა დავდივარ და ვერ ვიხსენე ფიზიკაში, რა ვისწავლე რანაირად ვარ. მე დავაშლი მეც და მეცეს ნიუტონი გავხდები და გასწორდება ყველაფერი. პლუს დავა ერთად და ნატურაც აინდება მატორს წყალზე ვამუშავებ. მთელი სახლი ავაბეთქე რადგან ლია ალანიას ვერ გავუგე ვერაფერი. აბა შემდეგი ვინ იქნება? შემდეგი სამაგიეროდ მე გავუგე ქიმიას და ძალიან კარგი ბიზნესის დავიწყე. ლაბორატორიაში რა ბიზნესი დაიწყო? თელი მენდელევის ხვილი ყველა პატარა მასურა და ჩემი რეაქციები კინას აღარჟანდება ყველას ერთმანეთში ურევ წალას ლიქთი უმჟანგված და ჩემი მოხდილია რაით რაკეტა მარზე მიფრინა. ვაი რა გითხარ. კარგი, შემდეგი ვინ იქნება, აბა? ეხლა მე გავაგზებ. კი ბატონო. მე გეოგრაფიის გამოსვლა. სულეთზე დავადე. რუკაზე ფოთის სალარიო. ხელი ეგუნტეს დავადე. ეხლა მე. მე გაკვეთილებიდან მადგება სადაც დავდივარ. სამე მევალე თუ შეხვდა დესის სულ კითხვის ეხვის გარბივარ. კარგი, შემდეგი ვინ იქნება? ახლა ვიმღერებ მე და ვიტყვი რეები ხდებოდა ონლაინ გაკვეთილების დროს. ონლაინ. კორონას დროს ხო იქ? აი კორონას. დავაგე. კართან მოდგა გაკვეთილი ჯოის ვაჭერის სევწვევი ზოგს გვაცვია პიჟამო და ზოგსაც კიდევ არაფერი ზოგს უჭირავს სპორტთანყველი გონი კორონა მჭირს ისე თან კამერის ჩართვაც მიწევს ჩამთე მე კამერა ჩემი და გამოჩნდა აბანოდან გამოსული მამა ჩემი
შენ მამაჩემი არ გინახავს, ნებო, ეხლა ებიგვა გადატანილი კაცო არ გითხა. აბა შემდეგი ვინ იქნება, შემდეგი? თუ გახსოვთ, ბიჭები ძალიან ბევრჯერ გადიოდნენ გავკვეთილები და ახლა მოგყვებით რა შობოდნენ ისინი. კი ბატონო, ეს მახსოვს. დირექტორმა დაიბარა ხუთი ჯანიანი ბიჭი სამიდიან არიციან მისდევენ ნუდრი მიდის გივის რაუნდოდა თურმე 40 ხედარგეს უკვე ახლა დროა ყვავილებისა ვარდების და ეძელებისა ძალიან დიდი მადლობა მარი კარგი აბა შემდეგი ვინ იქნება შემდეგი ვინ გაიგე ეხლა მე გავაგრძელებ და მოგიყვებით რა მოხდა 2024 წელს ჩვენ სკოლაში. კი ბატონო. დაკვეთილი დასრულდა ჩავალაგეთ ჩანთები ამ დროს სკოლის ეზოში შემოდიან ბავშვები წავედით და მგონია კლასიც არიელია სამის მერე სკოლაში ბალავრელები მღერიან მღერიან ბალავრელები ო ეხლა მე ვიმღერებ ბალავარზე ბატონო მოგიხვა ჩვენ გმურებს სხვათა შორის ამიგარი ჩემებული მეს მეოთხეში მოვკვდე და ვიმარხო რა უყოთ როცა სწორ ხედავ ზიანს აბა ჩვენ სკოლას ვინ დაანგრევს კარგო გენაცვალე ნანგრევებში ბალავრელები ზიან კარგი ეხლა ჩვენ გვიმღერის გივი ხომერიკი სკოლა რო დავამთავრეთ ნახოთ რას გვიმღერის თქვენ სახვედით დაგამრიდით როგორ სტოლია მე კიდე 6 წელი დამჭა ასე მგონია კაი საქმეზე მიდიხარ ასე გონია მე სამოვა თქვენთან ერთად ასე ჯობია არა გივიკო შენ დაჭი სკოლაში ვაპურებინე იქა შენზეს მობაში არ ვინდა ზო აუ გახსოვთ ექსკურსიაზე რო ვიყავით? სათხონში? არა კაცო კახეთში. კახეთში არ მახსოვს გახსოვთ? არა. ო კი ბატონო გავიხსენოთ. გავიხსენოთ რა პრობლემაა.
მოგწევდეთ. ეხლა ბატონი ისევე აშენებს და ალამაზებს ამ სკოლას, როგორც აზანზარებს. მისი შიშით მოსწავლეს ვერ დაუგვიანია სკოლაში და მასწავლებელს ვერ დავიწყებია ონლაინ ჟურნალის შევსება. სანამ გიღიმით ნურაფრის ნუშაკეშინდებათ, ფრთებით გადაგეფარებათ და მაინც დაგიცათ. მაგრამ აი წარბი თუ აგიწიათ, თავს უშვებთ, გირჩევთ. ბევრჯერ ვთქვამს არ გამოვაო, თუმცა უკან არასდროს დაუხვევით. ბევრჯერ გაგვიწევებია მისთვის იმედები, თუმცა არასდროს უკრავს ხელი. მარტო ჩვენთვის კი არა, მთელი სკოლისთვის. ისა ერთი სასაცილო უცნაურობა კი ახასიათებს. მან და მაინც ყოველთვის იქა, როცა რაღაცას აშავებ და გინდა არავინ არ შეგამჩნიოს. ბევრი უფრთხის, მაგრამ სინამდვილეში ყველა მიცით მისი თბილი გულის ამბავი. მაგ სითბოს გამო ამდენი ხანია რომ მოძღვრავს და მგონი ნელ-ნელა გზას ვადგებ. ხანდახან იტყვის, თქვენ შემიწირავთ მეო. ან და აქედან რომ წავვალთ ეზოში ძეგლით ნამიმგით ნაპოლეონივითო. ისე მგონი არც ეგ იქნება ურიგო მისი თავგანწირისთვის. დიახ, ერთი შეხედვით ყველაზე მკაცრი და მომთხოვნი. მაგრამ სინამდვილეში ყველა ჩვენგანის წინსვლისა და განვითარებისთვის უშიშრად მებრძოლი. ჩვენზე უაზრო მძღვრელი და სკოლის კედლების ფუნდამენტი. ილონა გაბუნია ჯილდოვდება ნომინაციით. ხალი უურყევი კარიბჭე. როგორც მისი პრინციპულობის, თავდაცვისა და სიმკიცის სიმბოლო. ამ ადამიანზე ცუდის მთქმელს ვერ ნახავთ. შეუძლებელია. არავის ყენინება არ შეუძლია, მაგრამ გაბრაზება აქვს ისეთი ნუ იგითხავთ. აგერ ჩვენ ვკითხეთ მე-12 კლასს. 100 ყური და 100 თვალი აქვს. აბა ხანჯარა ხომ არ გატყდა, აბა გათხოვა თუა ჩართული, კარი ხომ არის მთელი, შუქი თუა ჩამქრალი. ამბობენ რომ მოვიდა და აღაშენა სკოლაო. იმასაც ამბობენ ეგ რომ არა წყალი წაგვლეკავდაო. დიახ, არ იფიქროთ რომ იტყვევიან. ცნობილია რომ ამ სკოლის დატბორვის შემდეგ მან მისი ხელით გაიყვანა ელექტროობა და არა მხოლოდ სკოლის თითოეული აგური და კედელი ისეთივე სიფრთხელითა და წყვალებით მოიტანა და მოაღწევინა აქამდე როგორც ჩვენ. ეს ადამიანი ყველა სტერეოტიპს არღვევს. მასწავლებლობასთან ერთად მღერის ცეკვავს და ერთობა ბავშვებთან ერთად. შეიძლება ითქვას რომ ამის გამო ის თოთი სელებრიტია. მის შესახებ ბევრ ამას მოისმენთ, მაგრამ ეს იცოდეთ, ჩვენს ქვეყანას არ ყოლია იმდენი ხნით ერთი პრეზიდენტი, რამდენი ხნითაც ამ სკოლას ყავს დირექტორი. ხოლო ყველა ჩვენგანის მფარველი და წინამძღოლი, ინოვატორული იდეებისა და დიდი წარმატებების მქონე, ყველა სიყვარულით გულანთებული დირექტორი, გივი ხომერიკი ჯილდოვდება ნომინაციით ტრიუმფალური კაცი. ერთ წიგნს, ერთ კალამს, ერთ ბავშვს და ერთ მასწავლებელს შეუძლია სამყარო შეცვალოს. მოგესალმებით. დიახ, მე მე-15 საჯარო სკოლიდან გადმოვედი. სამი თვე არ მასვენდებდა ფიქრები იმაზე, თუ როგორ მივიღებდა სკოლა, შევეწყობოდი თუ არა კლასს. თუმცა მინდა გითხრათ, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა და მე მაქვს შესაძლებლობა დღეს თქვენ წინ სიტყვა წარმოსთქვა. ამ სკოლაში გადარებული წლები ჩემს მეხსიერებაში შეინახება როგორც საუკეთესო მოგონებების სასკოლო ცხოვრებიდან. თქვენ საერთოდ არ მიცნობდით, თუმცა პირველივე დღიდან ძალიან თბილად და კარგად მიმიღეთ. სწორედ ეს თვისება ახასიათებს ამ სკოლას. აქ ყველაფერი სითბოთით და სიყვარულით იქმნება. ეს ადგილი გახდა ჩემი მიღწევების, ბედნიერებისა და წარმატების წინამძღოლი. მადლობა მინდა გადავხადოთ თითოეულ მასწავლებელს, რომელიც მე გავიცანი და რომელიც მე მასწავლებდა. შემიძლია თქვა, რომ ვამაყობ თქვენი მოსწავლე რომ ვიყავ. თქვენმა გაკვეთილებმა მასწავლამაზე მეტი, ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ. მათემატიკა მანერებს გვასწავლიდა. ისტორია ჭკუას გვარიგებდა და გვიმეორებდა, რომ არავის არ უნდა ვენდოთ. ქართული ჩვენს წინაგას სამყაროს გრძნობდა და მსოფლმხედველობას გვიწაფავდა. გეოგრაფია მსოფლიო პრობლემის მრავალწახნაგოვან დანახვაში გვაორჯიშებდა. ეს იყო წლები, რომლებიც ძალიან სწრაფად გავიდა. სწორედ თქვენთან ერთად ყოფნამ ჩამომაყალიბა, გამოცდვა, დამხვეწა და წარმატებული გამხადა. თქვენი იმედი, ხარდამჭერა, გივი მასწავლებლის სიტყვები, მარი მე შენი მჯერა ყველაფერი გამოგივა. ილონა მასწავლებლის სიტყვები, ვამაყობ შენით. თეონა მასწავლებლის სიტყვები, ჩემი ოქროგოვო ხარ შენ. აკაკი მასწავლებლის სიტყვები, თუ დაგჭედები ნებისმიერ დროს დაგეხმარები. ინო მასწავლებლის სიტყვები, ჩემი ხარდაჭერის იმედი ყოველთვის ჰქონდეს. ეს იყო რაღაც სხვა, ისეთი როგორც სხვებს არ ახასიათებს და სწორედ ეს თვისებები ქმნით უნიკალურს ჩემს თვალში. ეს ფრაზები გულს მithრობდა და სტიმულს მაძლევდა ყოფილიყავი უკეთესი ვიდრე ვარ ახლა. არა მარტო ჩემთვის, არამედ თქვენთვისაც.
მადლობა მარინამ მასწავლებლს, რომელმაც სწორედ პირველი რიცხვი მომცე, რომ სხვადასხვა პროექტებში ჩართულიყავი და ამით გამოცდილება მიიღო. თქვენ რომ არა მას ალბათ გამბეოდებასაც ვერ მოვიკრებთით და წარმატებასაც ვერ მივაღწევთ. კი იყო სირთულეებით, ამის გარეშე ჩვენი ცხოვრება წარმოუდგენელია. ბევრი რამ არ გამოდიოდა, თუმცა ვფიქრობ, რომ ყველაფერი მაინც კარგად დასრულდა. ის ადამიანები, რომლებიც აქ გავიცანი, გახდნენ ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი. კლასი, რომელიც სულ ერთიანად იბრძოდა ყველაფრისთვის. იქნებოდა ეს კარნავალისთვის მომზადება თუ ცეკვას რეპეტიცია. ერთმანეთს სულ ავსებდით და საბოლოოდ ხვიდით კლასს, რომელიც ყველანაირად გამოირჩეოდა. მადლობა, რომ თავი არ მოგზობინეთ უცხოთ. მადლობა, რომ ჩემი იმედი ყოველთვის გქონდათ. ეს დრო, თქვენ, თავდადებულის ქუჩა და შესანიშნავი ატმოსფერო არასდროს არ დამავიწყდება. მადლობა ამ სითბოსთვის, სიკეთისთვის, გაღებული შრომისთვის, რომელიც თქვენ გაიღეთ ჩემთვის, ჩემი კლასისთვის, ჩემი მომავლისთვის. და ბოლოს, როგორც ილონა მასწავლებელი ამბობს ხოლმე, ყველას თავისი დიდგორი გვაქვს მოსაგები. მე მინდა გითხრათ, რომ მივდივარ, თუმცა კიდევ ბევრ დიდგორს მოვიგებ თქვენი სახელით, თქვენი ხსოვნით და თქვენი სოდით, რომელიც თქვენთან ერთად მივიღეთ. მადლობა. და ბოლო ნომინაცია, რომელთაც მგონი უნდა დაგვეწყო. რამდენსაც გნებავთ იმდენს კითხეთ, ყველა ერთსა და იმავეს გიპასუხებთ. ამ მასწავლებელს სხვანაირი შარმი აქვსო, მოდის და თან ენერგია მოაქვსო. რა ენერგია ზუსტად არ ვიცი, მაგრამ რაღაც საოცარი მიზიდულობა ახასიათებს. ქალაქში არ მოიძებნება ისეთი აუღალავი, შრომელი და ორიგინალური მასწავლებელი, რომელიც ერთდროულად ათობით ფრონტზე იბრძვის. სკოლაში, კლასში, ქალაქში. აი პირობითად, 100 საქმე ადეს უფრობზე და ვკითხეთ. მას შეიძლება ეს ღონისძიება ჩავატაროთ? რა თქმა უნდა, გიპასუხებთ. არ არსებობს საქმე, რომელსაც ვერ გააკეთებს და არ არსებობს იდეა, რასაც ვერ განახორციელებს. მერე და რომ არ ეწყობა, სულ რომ იღიმის, სახლში წიგნი, მეორეში კალმი და გულში უდიდესი სიყვარულით ისე გადაადგილდება, ვერავის დატოვებს გულგრილს. მიკერძოებულობაში ნუ ჩამოთვლით და თავს უფლებას მიქცე მისი დახასიათება ასე განვაგრძო. საგანძურის სკივრის ფსკერზე ყველასთვის ის თვალიდებს, რომელიც ყველაზე მეტად გვიყვარს და გვეძვიფათ. ასეა ისიც ამ სკოლისთვის. ჩვენზე ხომ საუბარიც აღარა. სწორედ ამ მიზიდულობის ძალით ისე გაგვაერთიანა და შეგვკვრა ერთ მუშტად, რომ დღეს აქ ვართ. მომავლის გზაზე მდგარი და ყველა ზურგს უკან მყარი კედელი დგას მისი სახით. მასწავლებელი, რომელიც არამოხაც არასდროს დაუტოვები ვარ და ადამიანი, რომლის მზრუნველობასაც საზღვარი არასდროს გონია. სკოლაში გაგვიანდება? იშველის. მასწავლებელთან ცუდად გაქვს საქმე, დაგეხმარება. რამეს თავს ვერ ართმევ, საშუალს გიყონის. რამე დაკარგე, შენთან ერთად მოძების. ჩემი წიწილები ხართო კი გვეუბნება და მართალიც არის. ნომინაცია ქალი უკიდეგანოს სიყვარული. ჯილდოვდება ჩვენი დამრიგებელი თეორა დეზელაშვილი, რადგან მხოლოდ ასეთი სიყვარული შეეხლებინებს აუცილებელი ციხე-გალავნის შემოერთდა 30 ბავშვს. ასწავლო, მიხვე, დაიცვა და სამშვიდობოს გაიყვანო ისე, რომ არც დაიგრე, არც უღალატო და არც დაიღალო. ძალიან დიდი მადლობა თეორამას ამ სიყვარულით. ამ სიყვარულისთვის მას გადავცემ ოქროს ბუბულს და ვარსკვლავს ჩვენი დიდი სიყვარულისა და პატივის სამის ნიშნად. მადლობას გეტყვით იმ ურთიერთობისთვის, რომელმაც 9 წლიანი ისტორია დაწერა. თქვენ ხართ ჩემი სულისა და გულის ნაწილი. გზა დაგელოცოთ ჩემო ძვირფასებო. ჩვენ და ხელი ჩავჭიდეთ დიდი ხანია და ასე მოვდივართ ერთმანეთის მხარდახ. ეს ბოლო სურპრიზი ჩემგან. ჩამჭიდეთ ხელი ჭირდებით ჩემო არაფერს ველი უბრალოდ ჩემოთ ცხოვრება ჩემი ამ სიყვარულად ღირდა რა ვქნა თუ ბევრი გავიდა წელი რა ვქნა თუ ისევ არა ხართ ჩემი ჩამჭიდეთ ხელი თქვენთან მინდა
ბევრი გავიდა წელი რა ვქნა თუ ისევ არა ხართ ჩემი ჩამჭიდეთ ხელი თქვენთან მინდა ცხოვრება ყვება 1000 გვარ ამბავს თუმცა კი ჩვენსას არა დაარგავს ცხოვრება ჩვენი ამ სიყვარულად ღირდა მინდა რომ ჩუმად რაღაცა გითხრათ მიყვარხართ ბავშვებით წმინდა ჩამჭიდეთ ხელი თქვენთან მინდა მინდა რომ ჩუმად რაღაცა გითხრათ მიყვარხართ ბავშვებით წმინდა ჩამჭიდეთ ხელი თქვენთან მინდა გელოცოთ ჩემო ძვირფასებო ძალიან მიყვარხარ უღრმესი მადლობა ახლა კი ჩვენი საფინალო სიმღერა და დავასრულებთ სიყვარული ჩვენს კლასში არ დავთავდება დავამნახე ნაკრად ცნობები გროვდება პითაგორას თეორია მესუმე მახსოვრება თავარია მეგობრობით სიყვარული თვიარე ერთად მეგობრება ხანთა გადავიარე მართალია ზოგჯერ დავყოლებას ვაწყდები ცოტა გაგვაწვიერებს არასდროს დავმარცხდები უყვება მაგაჭირდება საიდუმლოს ნამდვილობა ძალიან მიყვარხარ უღრმესი მადლობა სიხარულს და თან სიხარულს ერთად უნდა ვუმღეროთ ჩვენ თქვენ ამ სიმღერით რომელსაც გიმღერით გვინდა მადლობა და სიხარული ერთად რომ გაჩუქოთ
გემის კარებს მე როცა გავწევი და როცა უკვე დიდი გავხდები აქ ვისწავლე ჩვენი ანი და ბანი და შორს გაფრინდა დატოს ფერანი ოცნების საშუალებას მე ისეველი მე ისევ მიყვარს ყველა მასწავლებელი მეც ეს ხალხი როგორ არ უნდა მიყვარდეს სოდით სიყვარული ძირი გამიმაგდეს გათენდება ისევ 9 საათზე ვგები სარია რეკავს არ ჩანან მეგობრები მალე ის მარიც არ ვისრულდება მაგრამ აქ ჯერ არაფერი არ სრულდება ახალ გზაზე ძალას მომცემს მოგონებები მართალია თქვენ ყველა მომენატრებით სიახლისკენ ჩვენ ძლიერი ფრთებით მოვფრინავ 12 წელი გავიდა კენწეროსკენ მოვდივარ და ყველა ხედავს თოვენ სიხარულს და თან სიყვარულს ერთად უნდა ვუმღეროთ ჩვენ თქვენ არ სიმღერი რომელსაც გიმღერი ვინა მადლობა და სიყვარული ერთად შევხვდებით სიყვარულით და ბედნიერებით ბოლოს არ ირეკავს მოკლედ მივუახლოვდით ჩვენი დღევანდელი ძალიან ლამაზი დღის კულმინაციას ჯერ კიდევ გელოდებათ ერთი სიურპრიზი მოვემზადოთ ყველა ერთად დავედით Είσαι μეგοბრεύω, που κακαπίτσι καύκενες μότσον Τα κοτσέκουι τα γαμνέμπαντε, τα κατέλεμπαντε Τα τσέρετος δεν αναβήμενα τενάντες, τα πέλα τενάντες Ρόμπι μας έτμανετή, Μάγμα θέλευει, έλα μας πιες Μάγμα θέλευει Ყველა მასიე ეს ყველა სტეპები რალა μαζί ტრეა ტრეა ოსნებების ტრეა ტრეა სიყვარულის ტრეა ტრეა რალა μαζί ტრეა ყველა მოგოძებები ყველა მეტაგასიე ყველა მოგოძებები ჩვენი კლასის ვარსკვლავის გახსნისთვის დავითვალოთ მოდი უგულთვით 3